მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის გადაცემა პროპაგანდის წინააღმდეგ პლატფორმა მისმინეზე და დღეს ვაგრძელებთ მე-12 ეპიზოდის მეორე ნაწილს. წინა გამოშვებაში უკვე განვიხილეთ პირველი 5 ფილმი, რომლებმაც ყველაზე ზუსტად გვაჩვენეს, როგორ მუშაობს პროპაგანდა, პოლიტიკური манипуляციები, მედია ომები და საზოგადოებრივი აზრის მართვის ტექნოლოგიები. დღეს კი გადავდივართ ჩვენი რეიტინგის მეორე ნაწილზე. წინ გველოდება კიდევ 5 ფილმი მამხილებლებზე, მედიის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ოლიგარქიულ გავლენებზე, პოლიტიკურ პარანოიასა და სოციალური ქსელების манипуляციურ ძალაზე. თუ პირველი ნაწილი ჯერ არ გინახავთ, აუცილებლად გირჩევთ მის ნახვას, რადგან დღევანდელი საუბარი სწორედ იქიდან გრძელდება. მაშასე, დავიწყოთ. მე-6 ფილმი ოფიციალური საიდუმლოებები და ჩვენი რეალობა. ივერი მელაშვილის საჯარო დევნა. ჩვენი რეიტინგის მე-6 ადგილზეა რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული პოლიტიკური თრილერი, ოფიციალური საიდუმლოებები. ეს არის ფილმი იმაზე, თუ როგორ ცდილობს სახელმწიფო ძალაუფლება გაანადგუროს ადამიანი, რომელმაც საზოგადოებამდე სიმართლის მიტანა გაბედა. ფილმის მთავარი გმირია კეთრინ განი, რომელიც ბრიტანეთის სამთავრობო კავშირგაბმულობის შტაბ-ბინაში ჩინური ენის თარჯმნად მუშაობს. 2003 წლის დასაწყისში ერაყის ომის დაწყების წინ კეთრინი თავის სამუშაო მიელზე იღებს საიდუმლო წერილს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოდან, რომელსაც ვინმე ფრენკ კოზა აწერს ხელს. წერილში ამერიკული მხარე ითხოვს ბრიტანელების დახმარებას გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების, ანგოლის, ბულგარეთის, კამერუნის, ჩილეს, გვინეასა და პაკისტანის დიპლომატების ფარულ მოსმენაში. მიზანი უმძიმესია, მათზე პირადი კომპრომატების მოპოვება, რათა შანტაჟით აიძულონ ხმამისცენ ერაყში შეჭრის რეზოლუციას. კეთრინი ხვდება, რომ მისი მთავრობა ხალხს ატყუებს და ქვეყანა უკანონო ომში შეხავს. ის ბეჭდავს ამ წერილს, მალულად გამოაქვს შენობიდან და მედიას გადასცემს. მოდით ნახოთ ეპიზოდი ამ ფილმიდან, სადაც ნაჩვენებია ეს ემოციური მომენტი, როდესაც კეთრინი საკუთარ სატელევიზიო ეკრანზე პირველი პირების გამოსვლას უყურებს. ეს რამდენიმე კვირის საკითხია. ნებისმიერი მცდელობა ამ საკითხის გაწელვისა ჩვენი მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდება. ხომ არ გადავხდოთ? არა, ეს მნიშვნელოვანია. სახელმწიფო მდივანს პაუელს ანგარის გასაწევი არგუმენტები აქვს. სადამ ჰუსეინის საფრთხის შემცველ ქმედებებთან დაკავშირებით. ის ასევე ალ-ქაიდასთან კავშირებზე მოგვიყვება. რა სისულელეა? არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ალ-ქაიდასა და სადამის კავშირის შესახებ. ეს კავშირები მთელ მსოფლიოში რეალურ საფრთხეს უქმნიან. გამორთავ. არა, ბოლომდე უნდა ვნახო, უნდა ვიცოდე რას ამბობენ. რა თქმა უნდა, სადამი დიქტატორია, მაგრამ რელიგიური ექსტრემისტი არ არის. რატომ გარისკავდა? ალ-ქაიდას შეიარაღებით, როცა შეიძლება მასვე დაუპირისპირდნენ. ამას არანაირი აზრი არ აქვს. როდესაც წერილი გაზეთ ობზერვერის პირველ გვერდზე იბეჭდება, სახელმწიფო მანქანა აგრესიულ თავდასხმაზე გადადის. კეთრინს აპატიმრებენ. მის წინააღმდეგ იწყება გამოძიება სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის მუხლით. მას საჯაროდ აცხადებენ მოღალატედ და ჯაშუშად. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს პროცესი ისე წარმოაჩინოს, თითქოს კეთრინმა საფრთხე შეუქმნა ბრიტანეთის უსაფრთხოებას, რათა საზოგადოებამ არ დასვას მთავარი კითხვა, რომ თავად ომი იყო უკანონო. პროკურატურა საქმეს სასწრაფოდ ხურავს მხოლოდ სასამართლო პროცესზე, როდესაც დაცვის მხარე ითხოვს მთავრობის იურიდიული მრჩევლების დასკვნის გასაჯაროებას, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ერაყის კამპანია უკანონო იყო. ამას აკეთებს იმიტომ, რომ საკუთარი ტყუილის გამჟღავნების ეშინია. ახლა კი ქართული რეალობა. 2020 წელს პროკურატურამ კარტოგრაფ ივერი მელაშვილს დავით გარეჯის ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის დათმობის ცდელობა დააბრალა. მელაშვილმა, როგორც პროფესიონალმა, სადა საზოგადოებისთვის ტექნიკური სიმართლე აეხსნა. მან პირდაპირ თქვა, რომ ის მასშტაბის რუკა, რომელსაც ბრალდება ეყრდნობოდა და რომელიც დავით ხედაშვილმა მოსკოვიდან ჩამოიტანა, შეიცავდა უამრავ ტექნიკურ შეცდომას. არ იყო იურიდულად ვალიდური და მისი გამოყენება მოლაპარაკებებში საქართველოსთვის წამგებიანი იქნებოდა. მაგრამ პროპაგანდას არ ჭირდება ტექნიკური დისკუსია. როგორც კი მელაშვილმა ფაქტებზე საუბარი დაიწყო, მის წინააღმდეგ ამოქმედდა ტოტალური, მორალური და ფიზიკური განადგურების კამპანია. სახელისუფლებო მედიამ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრორუსულმა და ულტრანაციონალისტურმა ძალებმა ის გამოაცხადეს სამშობლოს მოღალატედ. პროპაგანდამ შექმნა სიზუვილის ისეთი ტალღა, რომ ივერი მელაშვილის მიმართ დევნა ვირტუალური სივრციდან ფიზიკურ რეალობაში გადმოვიდა.
ცოტა ხნის წინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი არის ერთ-ერთი ფეხბურთელი ბაქარ ადამია, მან საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა სტატუსი, სადაც აღიარებს იმას, რომ დღეს თავს დაესხა ის ივერი მელაშვილს. ბაქარ ადამია სოციალურ ქსელში წერს ასეთ ტექსტს: ესეთი მოღალატე არაკაცები გარეთ თავს არ უნდა ყოფდნენ და სადაც შეხვდები, კიდევ ვეტყვი არგუმენტირებულად რა ნაგავიც ხარ. ამის შემდეგ კი ფორმულას თანამშრომელმა სოფო სამუშიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს როგორ ესხმის თავს ბაქარ ადამია ივერი მელაშვილს და როგორ აყენებს ის შეურაცხყოფას. დააკვირდით ამ საზარელ პარალელს. ფილმში კეთრინ განის წინააღმდეგ სახელმწიფო იყენებდა ოფიციალური საიდუმლოების შესახებ კანონს, რათა დაემალა საკუთარი ტყუილი. საქართველოში კი ხელისუფლებამ გამოიყენა ტოტალური საზოგადოებრივი მარგინალიზაცია და ბულინგი, რათა ჩაეხშო ივერი მელაშვილის პროფესიული ხმა. როცა ექსპერტული აზრის საფრთხეს უქმნის მართველი გუნდის არჩევნულ ნარატივს, პროპაგანდა არ გამოხატავს ფაქტებით. ის უბრალოდ ანგრევს ადამიანის რეპუტაციას, აცხადებს მას სამშობლოს მოღალატედ და აქცევს ტოტალური სიძულვილის სამიზნედ. იმიტომ რომ მათ იციან, თუ საზოგადოება ექსპერტს მოусმენს, პროპაგანდისტული ბლეფი იმწამსვე დაინგრევა. მეშვიდე ფილმი საიდუმლო დოსიე და ქართული რეალობა, ადმინისტრაციული და ფინანსური წნეხი მედიაზე. ჩვენი რეიტინგის მეშვიდე ადგილზეა ფილმი, რომელიც სიტყვის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი მედიის არსებობისთვის ბრძოლის ნამდვილი ჰიმნია. ეს არის სტივენ სპილბერგის 2017 წლის ისტორიული დრამა საიდუმლო დოსიე. ფილმში მთავარ როლებს კინოს ლეგენდები მერილ სტრიპი და ტომ ჰენქსი ასრულებენ. სიუჟეტი 1971 წელს ვითარდება და მოგვითხრობს გაზეთ Washington Post-ის გარშემო ატეხილ სკანდალზე, როდესაც რედაქციას ხელში ჩაუვარდა ეგრეთ წოდებული პენტაგონის დოკუმენტები თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო ანგარიში ვიეტნამის ომის შესახებ. ამ მასალებში ნათლად ჩანდა, რომ ამერიკის 4 პრეზიდენტის ადმინისტრაცია წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ატყუებდა კონგრესს და ამერიკელ ხალხს ომის რეალურ მასშტაბებზე. მას შემდეგ, რაც ნიქსონის ადმინისტრაციამ სასამართლოს მეშვეობით აუგრძალა New York Times ამასალების ბეჭდა, ჯერი Washington Post-ზე მიდგა. გაზეთის გამომცემლის Kay Graham-ის და მთავარი რედაქტორის Ben Bradley-ის წინაშე უმძიმესი დილემა დადგა. ხელისუფლებამ მათ პირდაპირ დაემუქრა სისხლის სამართლებრივი დევნით და დაშოშობის მუხლით გასამართლებით. ეს ნიშნავდა არა მხოლოდ გაზეთის დახურვას, არამედ მის ფინანსურ განადგურებას, რადგან გაზეთი ზუსტად იმ კვირაში გეგმავდა საფონდო ბირჟაზე გასვლას. იურისტები და ბიზნეს მრჩევლები Kay-ს ურჩევდნენ, რომ არ გაერისკა, რადგან საქმე ეხებოდა მისი ოჯახის კუთვნილი კომპანიის გადარჩენას. მოდით ვნახოთ ის კულმინაციური მომენტი, როდესაც Kay Graham იღებს თავისი ცხოვრების ყველაზე რთულ გადაწყვეტილებას. და იქ ასევე წერია, რომ გაზეთი ქვეყნის კეთილდღეობას მოემსახურება და თავისუფალი პრესის პრინციპებზე იქნება აგებული. კი, მაგრამ ამიტომ არაა გამორიცხული ვიღაცას. ბანკირები გაეფრთხილებინა, რომ მსგავსი რამ შეიძლება მომხდარიყო. კი, მაგრამ Kay ეს ხომ ძალიან უცხო გარემოებაა. მართლა, გაზეთისთვის უცხოა? იმ გაზეთისთვის, რომელსაც ნიქსონის თეთრ სახლში წვდომა აქვს, შეგიძლია გარანტია მომცე, რომ დაბეჭდით ჩვენ ჯარისკაცებს საფრთხე არ შეექმნებათ. 100%-ით. კარგი. მაშინ ჩემი გადაწყვეტილება არ იცვლება. Ben Bradley ვარ. დავეჭდეთ. დიახ, სერ, დაიწყეთ. მოდით გამოვაქვეყნოთ. ეს სიტყვები ისტორიული აღმოჩნდა. Washington Post-მა მაინც დაბეჭდა დოსიე. როგორ უპასუხა ნიქსონის ადმინისტრაციამ? რა თქმა უნდა, სასამართლოში უჩივლა. მაგრამ ამერიკის უზენაესმა სასამართლომ მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ თქვა, პრესა უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა მმართველებს. ვიეტნამის ომიდან დიდი დრო გავიდა, მაგრამ მედიის დადუმების და გაკონტროლების სურვილი სახელმწიფოებს კვლავ ამოძრავებს. დღეს იშვიათად ხურავენ კრიტიკულ მედიას პირდაპირ უხეში ძალის გამოყენებით. მათ იციან, რომ ეს საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევს. ამიტომ ისინი იყენებენ რბილი ცენზურის ადმინისტრაციულ და ფინანსურ ბერკეტებს. საქართველოში ამ სადამსჯელო მანქანის მთავარ როლს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ასრულებს. 2023 წლის ოქტომბერში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები მაუწყებლის შესახებ კანონში. ამ ცვლილებებით კომისიას მიეცა უპრეცედენტო ფართო უფლებამოსილება დაარეგულიროს და გააკონტროლოს ეთერში გასული კონტენტი. მათ მიენიჭათ უფლება თავად განსაზღვრონ, რა არის სიძულვილის ენა და ამის საფუძველზე დააჯარიმონ ტელეარხები. მანამდე ეს ფუნქცია მედიის თვითრეგულირების ორგანოებს ჰქონდათ, რაც საერთაშორისო სტანდარტია.
ახლა კი ეს ბერკეტი ხელში ჩაიგდო სახელმწიფომ. შედეგად კრიტიკული ტელეარხები პერმანენტულად იღებენ 10,000-ობით ლარის ოდენობის ჯარიმებს სხვადასხვა საგამოძიებო სიუჟეტის თუ პოლიტიკური რეკლამის გამო. ეს არის მიზანმიმართული ფინანსური გამოფიტვის სტრატეგია. თუმცა ეს არ აღმოჩნდა მათთვის საკმარისი და 2024 წელს დაამატეს აგენტების კანონი. სწორედ ბიუროზე რეგისტრირდება უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა. ჟურნალისტების თქმით, რუსული კანონის მიღებით თავისუფალი მედიის არსებობა ქვეყანაში კანონით აიკრძალება. ეს ნიშნავს კრემლის მიდგომას ქართულ რეალობაში, ამ მიდგომის დაკოპირებას. მე პირადად არ ვაპირებ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, თუ კი ის მაინც მიიღეს, დაურეგისტრირდე უცხოეთის აგენტად. კანონი მათ აძლევთ კანონ პროექტის დონეზე უფლებას, რომ იძულებით დამარეგისტრირონ და მერე ჯარიმებით მომახჩონ და საბოლოოდ ეს მიდის იქითკენ, რომ ჩვენ დავდგებით დახურვის საფრთხის წინაშე. რეალურად ეს უნდა ზუსტად ქართულ ოცნებას. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ კანონის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობაა, მაგრამ რეალურად ეს კანონი არის მედიის სტიგმატიზაციის და ადმინისტრაციული პარალიზების ინსტრუმენტი. მედია საშუალებებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეს დასავლური ფონდებიდან იღებენ, მოსთხოვეს დარეგისტრირებული იყვნენ როგორც უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაციები. თუ მედია უარს იტყვის ამ დამამცირებელი იარაღის მიღებაზე, მას ემუქრება კოლოსალური ფინანსური ჯარიმები, რაც დამოუკიდებელი ონლაინ მედიისთვის ყისიერ სიკვდილს ნიშნავს. ხოლო თუ დარეგისტრირდება, იწყება ტოტალური ფინანსური მონიტორინგი, რაც სახელმწიფოს აძლევს უფლებას ნებისმიერ დროს შევიდეს რედაქციაში, მოითხოვოს ჟურნალისტების პირადი მიმოწერები. ეს კი მეგობრებო ნიშნავს პროფესიული საქმიანობის აღსასრულს. როცა ხელისუფლება მედიას კანონებითა და ჯარიმებით ახრჩობს, ის ამას აკეთებს ყოველთვის გამჭვირვალობისა და ეროვნული ინტერესების სახელით. მაგრამ რეალური მიზანი ყოველთვის ერთია: საზოგადოებამ არ გაიგოს სიმართლე. მერვე ფილმი მოქალაქე კეინი და ოლიგარქიული მედია მოდელი საქართველოში. ჩვენი რეიტინგის მერვე ადგილზეა ფილმი, რომელიც კინემატოგრაფის ისტორიაში ნამდვილ შედევრად და ეპოქალურ მოვლენადაა მიჩნეული. ეს არის ორსონ უელსის 1951 წლის სადებიუტო სურათი მოქალაქე კეინი. ფილმი მოგვითხრობს ამბიციური და წარმოუდგენლად მდიდარი მედია მაგნატის ჩარლზ ფოსტერ კეინის ცხოვრებაზე, რომლის პროტოტიპიც რეალური ამერიკელი მილიონერი უილიამ რენდოლფ ჰერსტი იყო. კეინი ყიდულობს გაზეთებს არა იმიტომ, რომ მათგან ფინანსური მოგება ნახოს, არამედ იმიტომ, რომ შექმნა საკუთარი ხელოვნური საზოგადოებრივი აზრი და ამით მოიპოვოს აბსოლუტური პოლიტიკური ძალაუფლება. ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ სცენაში ჩვენ ხედავთ, თუ როგორ ემზადება კეინი გუბერნატორის არჩევნებისთვის და როგორ ცდილობს წინასწარვე ყალბი რეალობის შექმნას. მილიონიანი უმრავლესობა უკვე მის წინააღმდეგაა, ეკლესიაც უკმაყოფილოა. შიშობს სხვა გზა არ გვაქვს. ეს თუ სათაურის საკმარისად დიდია, ესე იგი ახალი ამბავიც რეალურია. კეინის ეს ფორმულა დღესაც პოლიტიკური მედია მანიპულაციების საფუძველია. როცა მედია შენ გეკუთვნის, რეალობას ის ხდება, რასაც შენი გაზეთი ან შენი ტელევიზია გადმოცემს. ახლა კი შევხედოთ ქართულ მედია ბაზარს. იცით თუ არა, რომ საქართველოში არც ერთი მსხვილი საზოგადოებრივი პოლიტიკური ტელევიზია არ არის მომგებიანი ბიზნესი. ყოველწლიურად ისინი მილიონობით ლარის ზარალს განიცდიან. ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ ხარჯავენ ქართველი ოლიგარქები კოლოსალურ თანხებს ისეთ პროექტებში, რომლებსაც მხოლოდ ფინანსური უსყოლი მოაქვთ? პასუხი მარტივია, მეგობრებო. საქართველოში ტელევიზია არ არის ბიზნესი. ტელევიზია არის პირადი ჯავშან ჟილეტი, პოლიტიკური ტრამპლინი და საინფორმაციო თავდასხმის იარაღი. გავიხსენოთ 2012 წელი. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე შემოდის და პირველი რაც აკეთებს, არის ის, რომ ქმნის საკუთარ მედია იმპერიას, მეცხრე არხს. არხი მუშაობდა მხოლოდ ერთი მიზნისთვის: მოეხდინა საარჩევნო მობილიზება და დაემარცხებინა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება. მას შემდეგ, რაც არჩევნები დასრულდა და მიზანი მიღწეული იქნა, ბიძინა ივანიშვილმა ეს არხი უბრალოდ დახურა, რადგან მისი პრაქტიკული დანიშნულება ამოიწურა. გავიხსენოთ ტელეკომპანია იმედის ტრაგიკული ისტორიაც. ის ბადრი პატრაკაციშვილმა შექმნა როგორც საკუთარი პოლიტიკური ამბიციების პლატფორმა და თავდაცვის ბერკეტი. 2007 წელს არხის სპეცრაზმა ძალის გამოყენებით დაარბია და დაიმორჩილა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი იმედი მართველი გუნდის უმსხვილეს საინფორმაციო ფარად იქცა. დღეს ეს არხი მუშაობს არა მაყურებლის ინფორმირებისთვის, არამედ მართველი ელიტის ძალაუფლების დასაცავად. როგორც მოქალაქე კეინი ამბობდა,
ხალხი იფიქრებს იმას, რასაც მე ვეტყვი რომ იფიქრო. სანამ ტელევიზიები მილიარდერების ხელშია, ჩვენი რეალობა ყოველთვის იქნება სხვა ადამიანების მიერ წინასწარ დაწერილი სცენარი. მეცხრე ფილმი მანჯურიის კანდიდატი და ქართული რეალობა ტოტალური პოლიტიკური პარანოია. ჩვენი რეიტინგის მეცხრე ადგილზეა ფილმი, რომელიც ცივი ომის დროინდელი ტოტალური პარანოიისა და შიდა მტრის ძიების აბსოლუტური კულმინაციაა. ეს არის ჯონ ფრანკენჰაიმერის 1962 წლის ლეგენდარული პოლიტიკური თრილერი მანჯურიის კანდიდატი. საინტერესოა, რომ ფილმი ამერიკაში ზუსტად კარიბის კრიზისის დროს გამოვიდა და იდეალურად ასახა ის ისტერია, რომელიც იმ პერიოდში საზოგადოებას მართავდა. სიუჟეტის მიხედვით კორეის ომის დროს ამერიკელი ჯარისკაცების ჯგუფს საბჭოთა და ჩინელი ოპერატიული მუშაკები ატყუებენ და მანჯურიაში გადახავთ. იქ მათ უტარებენ ფსიქოლოგიურ დამუშავებას და ტვინის გამორეცხვას. ამის შემდეგ ჯარისკაცი რეიმონდ შოუ სამშობლოში ბრუნდება როგორც ომის უბადლო გმირი, მაგრამ სინამდვილეში ის არის ძინარი აგენტი, დაპროგრამებული მკვლელი, რომელსაც გარეშე ძალები მართავენ. მისი ქვეცნობიერის გასააქტიურებლად მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო. კარტის თამაშისას დაინახოს დამა აგური. ახლა კი შევხედოთ დღევანდელ საქართველოს. ფილმისგან განსხვავებით ჩვენ არ გვჭირდება კარტის სიმბოლოები. ჩვენს ქვეყანაში მანჯურიის კანდიდატის სინდრომა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. საქართველოში ნორმალური პოლიტიკური დისკუსია პრაქტიკულად აღარ არსებობს. ის ჩაანაცვლა ტოტალურმა პარანოიამ და ერთმანეთისთვის გარეშე ძალების აგენტობის დაბრალებამ. მოდით გავაანალიზოთ ორივე მხარის ნარატივი. საინფორმაციო ველის ერთ მხარეს ყავს პარტია ქართული ოცნება. მათი მთავარი იარაღი არის იმის მტკიცება, რომ მთელი ოპოზიცია, კრიტიკული მედია და არასამთავრობო სექტორი არის გლობალური ომის პარტიის უნიჭო მარიონეტები. პროპაგანდა დღე და ღამე გვიმტკიცებს, რომ დასავლელი დონორები და ამერიკელი თუ ევროპელი პოლიტიკოსები ამ ადამიანებს საიდუმლოდ მართავენ, რათა საქართველოში აროგლობა მოაწყონ, ხელისუფლება დაამხონ და ქვეყანა მეორე ფრონტად აქციონ. ნებისმიერი შიდა პროტესტი თუ კრიტიკა ფასდება არა როგორც მოქალაქეების გულწრფელი უკმაყოფილება, არამედ როგორც გარედან მართული შეკვეთა. მედიის მეორე მხარეს კი გვყავს ოპოზიციური ფლანგი. აქ ნარატივი ზუსტად იგივეა, ოღონდ საპირისპირო ნიშნით. ოპოზიცია ქართული ოცნების ხელისუფლებას პირდაპირ კრემლის აგენტებად და რუსულ მარიონეტებად აცხადებს, რომლებიც მოსკოვის ინტერესებს ემსახურებიან. ნებისმიერი სამთავრობო გადაწყვეტილება, ეკონომიკური ნაბიჯი თუ კანონი ფასდება არა როგორც მართველი გუნდის მავნებლობა, არამედ როგორც კრემლიდან მიღებული პირდაპირი დირექტივა. შედეგად, საქართველოში ჩვენ მივიღეთ საინფორმაციო ველი, სადაც არც ერთ მხარეს აღარ ჯერა შიდა პოლიტიკური აქტორების სუბიექტურობის. დააკვირდით, რამდენად დამანგრეველია ეს ტექნოლოგია. როცა საზოგადოებას ჯერა, რომ ყველა პოლიტიკური აქტორი გარეთ ძალების მანჯურიის კანდიდატია, რეალური პრობლემების განხილვა შეუძლებელი ხდება. ჩვენ აღარ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რატომ არის ქვეყანაში კატასტროფულად მაღალი ფასები, რატომ იცლება რეგიონები, ან როგორ უნდა გადაიჭრას მძიმე სოციალური კრიზისი. მთელი პოლიტიკა იქცა აბსტრაქტულ, თეატრალურ ბრძოლად ორ კონსპირაციულ თეორიას შორის. პროპაგანდა მიაღწია თავის მთავარ მიზანს. მოქალაქეებს დააკარგვინა საკუთარი ძალის რწმენა. ჩვენ გვარწმუნებენ, რომ საქართველოს მხოლოდ ჭადრაკის დაფაა, სადაც დიდმა იმპერიებმა ჩვენი პოლიტიკოსების სახით ფიგურები განათავსეს. და სანამ ჩვენ ვარკვევთ, ვისი ძაფები უფრო გრძელია, ვაშინგტონის თუ მოსკოვის, ჩვენი ქვეყანა ნელ-ნელა კარგავს მომავალს. მეათე ფილმი, დიდი გატეხვა და ქართული Facebook ტროლების ფაბრიკები. ჩვენი რეიტინგის ფინალურ მეათე ადგილზეა დოკუმენტური ფილმი, რომელიც თვალნათლივ ააშკარავებს, თუ როგორ იქცა სოციალური ქსელები იარაღად, ხოლო ჩვენი პირადი მონაცემები დედამიწაზე ყველაზე ძვირფას პოლიტიკურ აქტივად. ეს არის 2019 წლის საგამოძიებო თრილერი დიდი გატეხვა. ფილმი მოგვითხრობს კომპანია Cambridge Analytica-ს გარშემო ატეხილ გლობალურ სკანდალზე. ამ კომპანიამ Facebook-ის 87 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემები უკანონოდ მოიპოვა და გამოიყენა. ამ მონაცემების საფუძველზე მათ შექმნეს თითოეული ადამიანის დეტალური ფსიქოგრაფიული პროფილი. მათ ზუსტად იცოდნენ, თუ რა აშინებდათ ამორჩევლებს, რა აბრაზებდათ და რა ღირებულებებს იცავდნენ. Cambridge Analytica სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა ეგრეთ წოდებული მერყევი ამორჩევლები. ადამიანები, რომლებსაც ჯერ არ ჰქონდათ გადაწყვეტილი, თუ ისაძლევდნენ ხმას. ამ ადამიანების საინფორმაციო ველზე, ეგრეთ წოდებულ ნიუსფიდზე, მიზანმიმართულად ვარდებოდა სპეციალურად მათთვის მორგებული პოსტები, ყალბი ახალი ამბები
და შემაწრწუნებელი ვიდეოები. რატომ? იმიტომ, რომ მათში გაეღვიძებინათ შიში, რისხვა და აგრესია. სწორედ ამ მეთოდით მოხდა საზოგადოების რადიკალური პოლარიზაცია და ისეთი ისტორიული მოვლენების ბედის გადაწყვეტა, როგორიც იყო ბრიტანეთში ბრექსიტი და ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები. სოციალური ქსელები აღარ არის მხოლოდ მეგობრებთან კომუნიკაციის სივრცე. ეს არის საინფორმაციო ომის ველი, სადაც იარაღი ჩვენივე მონაცემებია. საქართველოში ჩვენ არ ვჭირდება ესეთი რთული და ძვირადღირებული ფსიქოგრაფიული ალგორითმები, როგორიც Cambridge Analytica-ს ჰქონდა. ჩვენმა პოლიტიკურმა სპინ დოქტორებმა შექმნეს ბევრად უფრო უხეში, მაგრამ წარმოუდგენლად ეფექტური იარაღი, კოორდინირებული ტროლებისა და ბოტების ფაბრიკები. საქართველოში Facebook-ი ფაქტობრივად არის მთავარი საინფორმაციო მოედანი, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იღებს ახალ ამბებს. სწორედ ამიტომ პოლიტიკურმა ელიტამ ამ სივრცეში შექმნეს ყალბი პროფილების მთელი ინდუსტრია. როგორ მუშაობს ეს სისტემა? ყოველი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის, არჩევნების ან საპროტესტო ტალღის დროს სოციალურ ქსელებში მობილიზდება ასობით კოორდინირებული ყალბი პროფილი. მათ აქვთ ორი ძირითადი ამოცანა. პირველი დისკრედიტაცია და მორალური ტერორი. ისინი მიზანმიმართულად ესხმიან თავს სამოქალაქო აქტივისტებს, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს. კომენტარებში აქვეყნებენ შეურაცხყოფელ პოსტებს, ავრცელებენ პირად ინფორმაციას და ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ მთელი საზოგადოება ამ კრიტიკული ხმების წინააღმდეგაა განწყობილი. მეორე, ყალბი მხარდაჭერის ილუზია. ისინი ხელოვნურად ძდიან სამთავრობო პოსტების მოწონებებს და პოზიტიურ კომენტარებს. საზოგადოებაში იქმნება ყალბი კონსენსუსის განცდა, რასაც სოციოლოგიაში დუმილის სპირალს უწოდებენ. როდესაც რეალურ მოქალაქეს ეშინია საკუთარი კრიტიკული აზრის გამოხატვა, რადგან ჰგონია, რომ ის უმცირესობაშია. პროპაგანდას აღარ სჭირდება თქვენი დარწმუნება ფაქტებით. მათ სჭირდება თქვენი გატეხვა, შეშინება და იმ განცდის შექმნა, რომ სიმართლე არავის აინტერესებს. მეგობრებო, როგორც ნახეთ, პროპაგანდა და манипуляცია არ არის უბრალო სიტყვები. ეს არის ზუსტი ტექნოლოგია, რომელსაც აქვს თავისი წესები, სცენარი და რეჟისორები. პროპაგანდის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი იარაღი არის მედია წიგნიერება, ფაქტების გადამოწმება და კრიტიკული აზროვნება. გმადლობთ, რომ იყავით ჩვენთან. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ ეს ვიდეო და დაწერეთ კომენტარებში, რომელი ფილმი ან ქართული кейსი იყო თქვენთვის ყველაზე თვალსაჩინო. მომავალ შეხვედრამდე.